მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხმის სამუშაოები გრძელდება. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში აღნიშნულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე გაეცნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 6 ერთეული სასოფლო სამეურნეო ტექნიკა მუშაობს. მიმდინარე წლის 26 ერთეული სასოფლო სამეურნეო ტექნიკა მოემსახურება აჭარის 5-ვე მუნიციპალიტეტს და ქალაქ ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებს. საგაზაფხულო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. დღეს მდგომარეობით მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში აჭარის მასშტაბით მოიხსნა 800 ჰექტარი მიწის ფართობი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ამ ეტაპისთვის მთლიანად აჭარაში მინდა გითხრათ, რომ სულ 80% სამუშაოებისა შესრულებულია. დაახლოებით 1200 ჰექტარი არის დასახნავი და მოსავლელი. აქედან 800-მდე უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის არის ქობულეთში წარმოდგენილი. ამ ეტაპისთვის სულ 500-მდე ჰექტარი დახნულია ქობულეთის რაიონში მხოლოდ. დარჩენილია დაახლოებით სულ ჯამში მთელ საჭარაში 400 ჰექტარი. მინდა გითხრათ, რომ 10-15 დღეში ეს სამუშაოები შესრულებულია. ქობულეთში საგაზაფხულო სამუშაოები აგროვადებში მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ წლევანდელი წელი ერთ-ერთი წარმატებული წელი არის. საკმაოდ დიდი მოცულობა ტექნიკის არის მობილიზებული მთლიანად ქობულეთის რაიონში. დღეს მდგომარეობით დახურული არის დაახლოებით 450 ჰექტარზე მეტი და სადღაც დარჩენილი არის 350 ჰექტარი, რომელიც შპს მექანიზატორის წარმოადგენლების თქმით, სადღაც მაქსიმუმ 10 დღე დაჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ამ მიმართ ხელი შეუწყო.